დღეს არსებული არ იყო ისეთი ცუდი, როგორც ის შეტარებული არჩევნები. პრობლემა იმაშია, რომ არა საარჩევნო კანონი და კანონმდებლობა ქმნის არჩევნების გაყალბების ასეთ დიდ საშუალებას, არამედ ის გარემო, რომელშიც ტარდება არჩევნები. ანუ საზოგადოების განწყობა, ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოებისათვის, საზოგადოებისადმი. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის პირველი ამოცანა უნდა იყოს ამ გარემოს შეცვლა და გადატეხვა. მთელი ქვეყანაში უნდა შევცვალოთ ჩვენ სიტუაცია და მთელ ქვეყანაში ფაქტურად უნდა შევქმნათ სიტუაცია ისეთი, რომელიც ხელისუფლებას არ მისცემს აი ამ ზემოქმედების. როგორ უნდა შექმნათ? როგორ უნდა მიაღწიოთ? არანაირი მედიის თავისუფლება, მე ამაში ვარ აბსოლუტურად ღრმად დარწმუნებული, არანაირი მედიის თავისუფლება საქართველოში არ იქნება სააკაშვილის პირობებში. ჩვენ გვინდა ასეთი რამე გავაკეთოთ, რომ სააკაშვილს ვთხოვოთ, რომ აი ახლა დანა უნდა გამოგისვა ხელში და ეგ დანა უნდა მომწეო. არ არის ახლა ესეთი სულელი. არის ეს კაცი მედიის თავისუფლებას იმედში შევარ და კაცო ავტომატურად. აბა სხვა მხრივ გარემო როგორ უნდა შექმნათ? გარემო ბრძოლის მეთოდები. ჩვენ რაღაცა ისე მივედით, ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები და ის ბრძოლის მეთოდები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება გამოიყენოს. ეს რომ ესე იყო, ჩვენ დიქტატურის საიშროება და ავტორიტარიზმის საიშროება არ გვექნება. მე როდესაც საუბრობ, რომ აპატიეთ, მაგრამ რჩება ესეთი შტაბ-ბეჭდილება, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო ადეკვატურია იმ კითხვებში, რასაც ვთქვით, ვიდრე ოპოზიცია ჩვენ გაპასუხებსაც ვიძლევთ. მე სწორედ ამაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ დღეს მედიის თავისუფლების მოთხოვნა კი მოთხოვნის სახით შეიძლება დააფიქსიროს როგორც პრობლემის სახით, მაგრამ სერიოზული იმედის მქონა იმის, რომ საქართველოში არჩევნების წინ მედიის თავისუფლების გარანტი გახდება ჩვენი ხელისუფლება, მე არა. ამიტომ როდესაც აი ამ ცვლილებებზე ვლაპარაკობ, რომელიც საზოგადოებაში უნდა მოხდეს, მთელ ქვეყანაში უნდა მოხდეს, ჩვენი მართებული რესურსით უნდა გამოვიდეთ. აი ამ მედიის პირობებში უნდა გააკეთოს. კომუნისტების პერიოდზე იყო, კობა საუბრობდა იმაზე, რომ კომუნისტების დროს მოხდაო. ზვიადისროინელი მედია. ხო, საბჭოთა კავშირის მედიის პირობებში მოხდა ესა. კავკასიაც არ იყო მაშინ ხალხი. მე მახსოვს უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და აქციის გაწარა 10000-მა კაცმა დავაქციეთ ყველაფერი მივარეთ იმ ტელევიზიასთან ნახევარწუთიანი განცხადების გასაშროება. ეხლა მე ამას როდესაც საუბრობ, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ადეკვატურები ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს არის მდგომარეობა, არ იქნება აქ არანაირი თავისუფალი მედია. ქალამები უნდა ჩავიწოთ, საქართველოში უნდა მოვიაროთ, უნდა შევხვდეთ ამ ადამიანებს, აქციები ისე უნდა ვაკეთოთ, გინდა რკინის ჩავიწოთ, გინდა ხის. მაგრამ თბილისში დამჟარი, კაბინეტებში დამჟარი ოპოზიცია, განცხადებების მკეთებელი ვერაფერს ვერ შეცვლის ამ ქვეყანაში. მე ამაში ვარ ძალიან ღრმად დარწმუნებული. და ძალიან ღრმად დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არანაირი მედიის თავისუფლება სააკაშვილი არ დაუშვებს. და არ ვაპირებ ამიტომ ამისათვის ბრძოლას. იმიტომ რომ ვიცი რომ შედეგს არ გამოიღებს და ამაში ამაზე არ მირჩევნია სხვა რამე ვაკეთო. და ამ სხვა რამეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სერიოზული მომზადება უნდა იმას, რომ საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა შეიქმნა ჯგუფები, რომელიც ნელ-ნელა დაიწყებს გამოცვლას ძალაუფლების, რომელსაც ექნება საშუალება იმისა, რომ შენ თბილისში აქციას ჩაატარებ, იმან იქ შესაბამისი რამე მოაწყოს, რომელიც ხელისუფლებას ადგილზე დაუმორჩილებლობას გამოუყენებს. ეს არის ძალიან რთული პროცესი. მე მესმის რომ ვიღაცა შეიძლება სკეპტიკურად შეხედოს, მაგრამ ან ოპოზიცია შეძლებს მთელი ქვეყნის ფეხზე დაყენებას, ან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი განცხადებებით, ჩვენი პრესკონფერენციები, თუნდაც აი ასეთი სატელევიზიო გადაცემებით, ჩვენ ხელისუფლებას ვერ შევცვლით. და ერთი საკითხი რა. აი სულ საუბრობდით, რომ აი საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლები ხმები მივიღეთ. იმის გამო კი არ მოხდა ჩემო ყოფა, მხოლოდ რა თქმა უნდა ისიც იყო ფაქტორი, რომ მაჟორიტარული სისტემა გავიდა და ერთმანეთს დაუპირისპირდა ოპოზიცია. სამწუხაროდ მოდი რა ვთქვა, პირდაპირ ერთად ვიყავით ხო ამ ოპოზიციურ ერთობაში, დაკარგა ოპოზიციამ ხალხის ნდობა. ეს ნდობა არის მოსაპოვებელი. თავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ რაც არ უნდა ვიძახოთ ახლა ჩვენ რომ გინდა 25 იანვარს დავნიშნოთ აქცია, გინდა 31 მარტს დავნიშნოთ აქცია, გინდა 9 აპრილს დავნიშნოთ აქცია, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე. ოპოზიციას ის ნდობა ხალხის არ გააჩნია, რაც გააშა წელიწადნახევრის წინ. ეს არის ბევრ პრობლემასთან დაკავშირებული, ჩვენ შეცდომებთანაც აღარ გვინდა ამაზე ბევრჯერ ვიკამათეთ და არ გვეს ამაზე კამა. ეს არის ლიდერის თემასთან დაკავშირებული და რაც თავარია, ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ იმედი, რომ ეს ხალხი ვინც იღებს, ასე ვთქვათ, სათავეში გადაწყვეტილებას, ეს ხალხი არიან ხელისუფლების შემცვლელი. მეტი ვერაფერი ვერ შეძლებს ხალხის და მოახერხეთ რომ ნდობა დაიგო. უნდა იმედი გაუჩინოთ. დავახავრო, თუ ოპოზიცია იქნება ადეკვატური, მე ვფიქრობ რომ მოახერხებს. დღეს არის ძალიან უცნაური სიტუაცია. ყოველთვის ისე იყო მთელი აი 20 წლის განმავლობაში, ახლა ვინც ყოფილვართ სულ ქართულ პოლიტიკაში ტრიალები,
პოლიტიკური სპექტრი ეკაჩებოდა ხოლმე საზოგადოებას ზევით, ხო, აი გამოდით რაღაცა დღეს არის უცნაური სიტუაცია. საზოგადოება აწვება პოლიტიკურ სპექტრს და ითხოვს მისგან აქტიურობას. სიტუაცია შემოbrunდა საქართველოში. და ამაზე ჩვენი საფიქრალია, ოპოზიციური პარტიების საფიქრალია, ჩვენ არა ვართ ადეკვატური საზოგადოების მოთხოვნა. საზოგადოება დღეს ბევრად უფრო ადეკვატური არის სააკაშვილთან შეფასებებში, ვიდრე ჩვენ იმ ქმედებებში, რომელსაც ვახორციელებთ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამიტომ ვარ ჩვენ სკეპტიკურად განწყობილი ამ შეთანხმების მიმართ. არა იმიტომ, რომ სააკაშვილის გადადგომას ამბობ, საკმარისი არის. შენეული ეს შეფასებები ყველას ერთნაირად არ ეხება, დარწმუნებული ვარ მე. არა, რა თქმა უნდა, ყველას არ შეიძლება ეს ერთნაირად შეეხოს. სულ არ იმაზრისაგან, რომ სააკაშვილის შეფასებებში ოპოზიცია ადეკვატური ვერ იყოს, ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი მაინც. მე ხლა გისმენდი და მინდა ვთქვა, რომ აი ძირითად ნაწილში თუ აბსოლუტურ ნაწილში არა, მე ვეთანხმები ამ მიდგომას, რომ ეს არ არის თბილისში გასაკეთებელი საქმე, ეს არ არის კაბინეტში გასაკეთებელი საქმე, ეს არ არის მარტო პოლიტიკოსის გასაკეთებელი საქმე და როდესაც ალეკო ხშირად სვასვარეთ თქვენ როგორ აპირებთ, შეძლებთ, მე ვკითხავდი, შევძლებთ? თქვენთვის არ არის პრობლემა, რაც ქვეყანაშია? მე მგონი ერთად უნდა მე მაშინ რა ვთქვა, რომ გევარგათ იანვარში, არ გქონებოდა აგვისტოს შემდეგ. კარგად მიხვედით წერტილამდე. თქვენ რომ გამოგეგლიჯათ ის ხელი და ხელისუფლებისთვის ახალი პოლიტიკური რელსები შეგექმნათ. თქვენ უნდა მაინც არ უარყოფ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენი მდგომარეობა ახლა არ დავაკონკრეტებ, ცოტა განსხვავებული იყო, მე მხედველობაში ახალი მემარჯვენეების ხუთიანის არჩევნების შემდგომ და ჩვენ ფაქტიურად მაშინ ვიყავით სოლიდარულები, მოდი ასე ვთქვა, დავაკეთებდით იმას, რაც აკეთებდა, ასე ვთქვა, ეროვნული საბჭო. მე მინდა ერთი დეტალიც ვთქვა, რომელიც ირაკლის საუბარს ჩემი აზრით რაღაცნაირად დაასრულებს. თუ დღეს ვინმე ფიქრობს კიდევ იმას, რომ რაიმე დოზით პერსპექტივა აქვს სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან დიალოგს, მაშინ მასთან საერთოდ ამ ფორმატზე და ამ პროექტზე საუბარი არის ზედმეტი. დიალოგის იდეა წარმოიქმნა მაშინაც და იმ პერიოდში, რასაც თქვენ ახსენებთ, დიალოგზე იყო საუბარი აგერ ეხლა აგვისტოს მოვლენების შემდგომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაჩნდა დიალოგი, მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უპერსპექტივო თემაა დიალოგი სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან. ამიტომ თემა დიალოგისა რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს ახლა ეს საზოგადოებისათვის, რომ პოლიტიკოსი კაციტაძე გამოდის და ამბობს, რომ დალაპარაკება არ მინდაო. არ მინდა ადამიანთან, რომელსაც არ ესმის ჩემი. და მე აქ ია საუბრობდა 75-ზე დამთავრებული თემა გადმოატრიალებს უკან. საკონსტიტუციო ცვლილებები შეცვალეს 3 დღეში. მილიონი შეთანხმება შეცვალეს, იმიტომ რომ როგორც კი შეარბილე და ასე თქვა ტემპს მოუკელი და ენდეს სიტუაციას. მათ ხომ ასეთი რაღაც ხელშეკრულებითი დამოკიდებულება არ აქვს საქმეებისადმი. ამიტომ ამ თემაზე უნდა საერთოდ მოისპოს საუბარი სააკაშვილის რეალობაში და მის ხელისუფლების რეალობაში, ნდობა, დიალოგი და ასე შემდეგ. კონსტრუქტივიზმი. იანთაძეს ნუ დამიჩაგრა ბატონს. სულ ორ წინადადებას დავამატებ, რაც ჩემის აზრით დაასრულებს თავის ბატონი მამუკას გამოსვლას. თუ ვინმე თulis, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ნუ დიალოგს ყვაზრი არ აქვს და არ აქვს. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას რაიმე აზრი აქვს, მე ვფიქრობ, ღრმად ხდება. ამიტომ პირველი ჩვენი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომა უპირობო, თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნა და ამის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნების სააკაშვილის და მერაბიშვილის პირობებში იქნება ისეთი, როგორიც ჩატარდა და შეიძლება კიდევ უფრო უარესად. ადონსოსო საპრეზიდენტოს რო დანიშნავთ, მერაბიშვილის პირობებში გექნებათ იგივე სიტყვა. მაშინ აზრი არ ექნება. იანთაძეს მოუწოდე შეიძლება ია ითხოვდეს. საუბარია ნორმალური სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა ამ სიტყვით. სამართლიანი საარჩევნო ესეთი რამაც რა თუ მეკითხები რას გულისხმობთ, გასაგებთ რომ საარტისა მერაბიშვილი არ მოიაზრება ამ არჩევნების დროს თავის კაბინეტში. თუ როგორ არ მოიაზრება, ამაზე ირაკლის საუბარია. ესე იგი სხვა სცენარია. იანთაძეს მოუწოდე ბატონო. ყველაფერს ვერ გეტყვით მე კითხეში ჩასვლის დროს რომელი გზით მივდივართ ხო? ბატონო მამუკასთან უბრალოდ შეკითხვა მაქვს ესეთი, როდესაც ბრძანებთ, რომ დიალოგი არ გნებავთ, რომ არ არის სწორი დიალოგი და არაფერს ისინი არ აკეთებენ. საერთოდ არა, მასთან. მათთან, დიახ. ერთი შეკითხვა მაქვს, შაშა, როდესაც იდგა სამეურვეო საბჭოს საკითხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ოპოზიციას რაღაც ხმა ხო ქონდა, რაღაც. მე არ ვამბობ, რომ შეიძლება გადაწყვეტა ამ პრობლემას. ერთი ადამიანი დამისახელეთ დღევანდელ სამეურვეო საბჭოში, რომელიც არის ოპოზიცია